გამარჯობა დღეს ვარიაქტებთ Rhyme & Roots-ის აკაპელა ბეთლს პელე versus Stitch-ი. ძალიან ურევდებოდი ხოთაშოვის აკაპელას დაწყებას განსაკუთრებით, მით უმეტეს პელეს ბეთლს აკაპელაზე, რომელიც არ გვინახავს უკვე, რა ვიცი, 3-4 წელია, თუ მეტია რა, აღარც მახსოვს აკაპელას ბეთლები როდის იყო, კი უყურებდი ხოლმე, მაგრამ რამდენი ხნის წინ იყო ნამდვილად აღარ მახსოვს. მოკლედ, ბევრი ტლეკინის გარეშე შეგვიძლია გადავიდეთ აკაპელა ბეთლის პირველ ეპიზოდზე Rhyme & Roots-ისგან. უკან ხედავთ გროტასკი, Young Mike-ი, აკენაისიც დგას გვერდზე ბანის, რა ყველა დგას ვაფშე გონის კაიც, აი ბანი აქვე არის. მოკლედ დიდი ხალხია, დიდი. ახლა კი მინდა წარმოგიდგინოთ ორი უძლიერესი ადამიანი. პირველ რიგში პელე, ყველა კარგად იცნობთ ერთი რეიჯი პელეს. და ჩვენი ნიუკამერი, მაგრამ ამავდროულად ძალიან კარგი ბეთლემსი, Stitch-ი. პირველი რაუნდი, პელე. აბა ნახოთ, რაღაცებზე დავსპოილერდი, სიმართლე გითხრათ, მაგრამ ბევრი არაფერი. Instagram-ზე დამირეკა დიჩი მრაშვები ჯიმა რა ვახარ. საგაიფო ჯიმა, შენ თვითონ რა ვახარ. Cool, brother, cool. ბეთლის შემოთავაზება მინდა თუ ხარ თანახმა. იასნია ჯიმა, როგორ არ ვარ თანახმა. როგორც ხედავ კიდევ გაანათეთ სიმბოლო გოთემის თავზე, ალბათ მოგბეზდათ ფანჩები ანეკდოტების მსგავსი, ჟანრს უტევენ ყიფჩაღები არ აქვს შანსი, ყოველი ბარიშინა არსის გარეშე, ნამდვილების სადღეგ ძელო შევსვი თასით, ამ სუფრაზე არ იქნება თქვენი ფარსი, ამისი შანსი არ არის. ამის შანსი არ არის, მაჯაზე უნდა გადაგირტყათ როგორც პრასი, ეს არის ნამდვილი ბაზარი, დანარჩენ ბოსტნეულთან ერთად უნდა დაგაწეროთ ფასი, როგორც ჩანს კიდევ ერთხელ უნდა მოვირგო სუპერგმირის კოსტუმი და გადმოვიღე უჯრიდან მწვანე პუმა სპორტული, დგავარ სახურავზე, მიფრიალებს პლაში, ხედავ ბეთლერებს დედა აქ მოტყნული, გადავტენე ყველა პანჩი ჯარის კაცებო შედეგი და ამ ბოზებში გადავხდი სუპერჰირო ლენდინგით. Okay. ყველა გმირს სჭირდება საუნდტრეკი. ბოლოს თუ გამოდგა მამაცი, მე ვარ დათვი ზარმაცი, ტყიდან მოვდივარ ბარბაცით, აქ ბანძ გარეპილს ვერ გაგილამაზებთ ბიტი. თუ გინდა სამივე რაუნდში დაგაცდით, დღევანდელი დღე ჩემთვის არის როგორც ფილმი, ჰარი პოტერი და დოკის ძმაკაცი. დათვი ჯადოქარის წინააღმდეგ, მიწოდე დონ გრიზლი, შენი ბაზარია რიჟა, როგორც რონ უიზლი, ისე ვისრუი დეტროიტში როგორც მაიკ ბიზლი, იმდენი ვსვიიბარე ბირომ გამინადგურდა ღვიძლი და რატომ შევეცი ამ კინოს, რა სუპერმენი და ბეტმენი, როცა ვრეპავ როგორც სკეტმენი და თქვენ სულებს ვიღებ როგორც სპექტერი, ორივე მხრიდან ვიცი დარტყმა, ვარ ამფი დექსტერი როგორც ამფი, ისე ასწორებს ჩემი ტექსტები და ლაბორატორიაში ფუსფუსებ როგორც დექსტერი, ვარ ჯადოს ვარ ჯადოსნური როგორც ბიძია ფესტერი ან 26 ლესტერი, ვარ ტრიქსტერი როგორც ჯესტერი, ჩემთვის ბარების გასაღები არის ბიფი, თითქოს ვიყო ჰანიბალ ლექტერი. გაიგო. კარგად მიეყოლა იმენა. არ დაგიტოვებთ ერთ ბიტს, ამ შენობებზე დავდივარ გოძილას ნაბიჯებით, შევეცი ბრედ პიტს, ხელში ამოვიდნენ უსახელო ნაბიჭრები. მოიტანა. ეს ბავშვები გაბოროტდნენ, თვითონ გამოიწერეს ხარაკირი უნდა გაგჭრა ორ ნაწილად როგორც ახალგაზრდა ანაკინი, აბა რა ვარსკვლავური ომები მოგინდათ, რომელმა დაგეგმა ეს კლოუნების შემოსევა, მიმბაძველების გამოფენა, ვარსკვლავური ომები ეპიზოდი 2, კლონების შემოტევა. Nice. შენ ვერ მოესწარი Battle Raps, რომელიც იყო როგორც Star Wars-ი. მაშინ შენ ორიანი ყვებოდა გრამატიკაში. რადგან ეს ხდებოდა დიდი ხნის წინ შორეულ გალაქტიკაში. შენ ხელში გიჭირავს იარაღი. მე არ ვიცი როგორ გავიგო ეს. ერთადერთი რაც ვიცი, რომ იარაღი თურქულად ნიშნავს ყლეს.
ისევ მესიზმრებიან ეს ჭინკები ღამე მე არ მეშინია თქვენი ხელში დინი და სემი ეგზორცისტი ვარ თქვენი თითოში 16 ვერცხლის ტყვია და დაჟი არ მინდა მაგდენი მაქვს კიდევ 2-16 როგორც ქალი და მალდერი მე მჯერა რომ ვინც არის ბეცლავებს ვალჰალაში ვერ მოხდება ეს სიტყვები არ არის უბრალოდ პიარი ხელში უბა და ივარი უნდა აირჩიო ერთი ან უნდა აირჩიო ერთად უნდა ვიბეცლაო დღეს ხვალ რომ ვიქეიფოთ ღმერთებთან ერთად მაგრამ უნდა დავამთავროთ ქართული ვესტერნით საბჭოთა სპეცეფექტებით უნდა დავიწეროთ ფრაგები აქეთ ხელში ხარება აქეთ გოგია ფულს არ მოიტანდა ამაიდე ელაპარაკები ერთი ძალიან კაი ფანჩი იყო. ერთი წეგანაც მინდა დაპაუზება. ძალიან მომეწონა როგორ მიაყოლა ჰარი პოტერის, მე Star Wars-ის, მე ნუ ქართულზეც გადმოვიდა ცოტა. ძალიან თავიდან ვაფშე ბეტმენით დაიწყო, კარგად მიაყოლა მოკლედ რა ეს ფანჩები მომეწონა. Yo. Ragela parakot azze არა ვარ ვერაფერს მიახსევთ შანსი არა რეპერები ხარ და ბარი არა გაქვთ თან მეგრელები ხარ და პლანი არა გაქვთ ბაზარი არა მართალია თუ ვინმე იტყვის რომ აქ ვარ ფულის გამო და უფასოდ არ შევიბერტყე ყური ვარ როგორც კასპელი ზაურა და უნდა ვსჭამო პური რამდენი წელი ვაკეთებდით უფასოდ, მაშინ სად იყვნენ ესლამერები, სანამ გვექნებოდა ჰონორარი განათება ან კამერები და დღეს ჩემო ხოდილზე მოხვედი შენს. დაგითმობ ჩემივე მოყვანილ კრაუდს და როცა დიჩი გადამიხდის მეც, მაშინ დავწერ მეც ამაზე უკეთეს რაუნდს. აი, ხო ძალიან, აი მართლა მონატრებული პელეს აკაპელას რაუნდია რა. აი თავის სტილში, თავის ხოძზე, თავისი ლირიკით, რეფერენსებით, ყველაფერი ძალიან კაი იყო. ნახოთ ტიჩი რა სიტყვას. მოდი, ნახოთ პირველი რაუნდი სტიჩი. Stitchy, let's go! Respect. ყველა ოპონენტს ეუბნები რომ შენი ფანია. მაგაში მართლადებს მართვალი სიმართლის. ვიცი მეც მეტყვი, შენ ჩემი ფანი იყავ. დიახ, ვიყავი. მაგრამ გავიდა დრო, დღეს ვარ ვიზავი, მეთქმის მადლობა, თუმცა რთულია ვაღიარო, რომ იმ პელესგან რაც დარჩა არის მარტო გრაციანო. მახსოვს პირველად როცა გამოჩნდი, ბომჟის მანზე, მაგრამ ფანჩების გამოფენა. წვერი ხავსივით ალბათ არც ქონდა ჩოთკი და დომინოს ეფექტით სულ ყველამ ჩამოგწერა. Easy. არც განათლება და არც დიპლომი. ამ college dropout სეზონის წაუღია, მაგრამ როგორც კანიემ პრაიმში აურია. ბევრი მოიცა ეს ეტაპია, კაცო. როგორც კანიემ პრაიმში აურია. ბევრი გეძახის ამ ჟანრის გოუს, თუმცა გიგულს შემატკივრო რთულია. როგორც კანიეს ებრაელები ჩვენც არ გვევასა რამდენი ურია. ხო და მისმინე და რასაც გეტყვი შეიფერე. მე მინდა ძველი პელე, ვინტაჟი თესლი პელე, ლურჯი ჯემპრი, მკლავი მაღლა, იზდი ღმელი პელე, არა ახალი პელე, ნიკის ნაჯვამი პელე. ერთი ნოლი თუ გავაგზელო. გაი. მე მინდა ძველი პელე, ვინტაჟი თესლი პელე, ლურჯი ჯემპრი, მკლავი მაღლა, იზდი ღმელი პელე, არა ახალი პელე, ნიკის ნაჯვამი პელე, მოსესთან რაცქენი ეგრითმა ხო არ არის პელე, 20 რა მეტის პელე, იანგმაი კის პელე, ბოზო ჩართე TikTok-ი, მე მინდა ის პელე. ჩახსტიჩი. რას მეტყვის დღევანდელი მარტო ძველს ქონდა ფანჩები. ახლა მთელი რაუნდი მკითხაობს ოპონენტი რას ეტყვის და გამოიცნობს კიდეც. თვითონაც კარგად იცის სადაც შეცდა. ჟიური იტყვის რომ დამახვედრა. კი მე ჩაგაჭერ სადაც ჩაიჯვი და თუ არ მოგწონს არ ჩაგეჯვა. ხო მარტივი. Make sense. პრობლემა არ არის რომ ვერ თანხმდებით. თუ შეთანხმდებით ბოლო წამს აღარ დაასტოპო. შენ არ გინდოდა ძედაყველი და იმდენი მძღნერი ჭამა შეგიძლია აწარმო. ქურომას თემაა. კაი ფანჩები. ვნახე ვიდეო 4 ხნი რომ ბაზრობთ. უამრავ კითხვას ბადებდა თავში. მაშინ ჩემ კუმის ნიკის ლოურო ასე საქვეტნოდ არ წხვენდა ხალხში. ყლეხარო გითხრა და ყველა გაჩუმდა დაჟე დროისვლა გაჩერდა კადრში. ნუ თუ დიად პელეს იქ დაავიწყდა როგორ უნდა დაერტყა ფანჩი. მაგრამ ამბობდი რომ იზამდი.
როცა ენემი შეექმნა მსგავსი მომენტი, იმან მოვარტყა მიზანში. შენ მაშინ იძახდი, მეც დავარტყავდი. ყველაფერი ამოულაგა საერთოდ რაშიც კი ჩაუჭია ყველას. შენ მაშინ იძახდი, მეც დავარტყავდი, მაგრამ ვნახეთ რომ არ დაიჯერება შენგან ნათქვამი. იმ დღეს გაგინა KMC-მას და მეც მომიდა მეგინებინა, როცა ერთად გნახეთ ლაშა გელაშვილის ვიდეოში. მაშინ ჯერ კიდე ფანი ვიყავი, რასაკეთებდა ვგიჟდებოდი. ვუყურე პირში როგორ უღიმის და სიმწრით ვიცინდი არა და მახსოვს რაც აკადრა 2 კვირის წინ. არც უფიქრია ამის დრო არ არის ჯერო, მაგრამ არასდროს ქონია პრინციპი. თესობა იყო ვერ მიხვდნენ. დაიგიდე შენ ხომ მიხვდი კაცო. შევკრავ მასალას. შევკრავ მასალას. არ მინდა რამე ზედმეტი იყოს ჩაკვეხებული. ვისწავლი ტექსტს და 2 დღე არ არის გასული, ახალი ყლეობა გაკეთებულია. ნახდა დამართლებ იმ ფრისტაილს, რაც ყველა პოდკასტში იბაზრე. იქცევი მართლა პრარაბისავით ყოველდღე მასალას მიმატებ. ვერაფერს სწავლობ წარსულისგან, ამიტომ იგივე აწმყოს განიცდი. შენ ხარ ლოთი და უკან არ იყურები, ამიტომ ყოველთვის გაკლია მარილი. ფლოუ არ აქვს, მაგრამ თესლი ტექსტია. ესეთი ხმა კი არ შეშინებია. ბიტი ყველას ბრალია პელეს გარდა. უყვარხარ და პატიობს დარბაზიც. კანი შავი როგორც ნახშირი, მაგრამ ზეწოლის ფონზე ვერ ხდები ალმასი. ამიტომ მე შემიძლია რომ ყველა ბარში ფანჩი ვიბაზრო. შენ ნახევარვერს იმას დაუცმობ, შენ იქცევისთვის თავი იმართლა. სკოლაში დარჩი და სწავლას მიხედეთ, ვამრჩევას ბავშვებს ტრეკში აზლევდა. ჯობდა შენ სკოლას და სწავლას მიყოლოდი, იქნებ იგესწავლა, ხელი საწეო. რა შაბეჭდილება დამრჩეს შენზე? ყველა მსურველს შეუძლია თავზე შეგდგეს. შენ სხვაზე მეტ მხატვრულ ხერხს ამატებ ვერსებს, მაგრამ რო გესმოდეს თემა ვერ დაგიწერდი ესე. და ოკეი. არ გიყვარს სიტყვაზე ჩხუბი. შენში არ შედის ეს ძველი თბილისური შემართება. ბოლო-ბოლო როგორც რეპერი მეც მაგრამ ევასება. მაგრამ მოდიხარ ბეთლზე და იმიჯს იქნი რომ შენ ხარ დამტყმელი და ეგ უფრო დიდი 100 წელვაა ვიდრე მოსესთან რაც ქენი. ძალიან შედის იქაც. იქიდია. ორი წამი კითხვა მაქვს რა. პელესანმა კითხვა. ეგ რა იყო? ანუ პირველად რომ ნახე გამოვშლელი. ეს ფანჩი არ არის, ანუ სვეტში მაინტერესებს ეკლეობა რატო ქენი. მართლა. არ მეუბნები. იმედია დღეს მაინც აპირებ გარითმას. თუ არა და არც ვიცი რა გითხრა. ცალხელში მიკროფონი, ყურზე საყურე და გაბეთლეთ მონოჰოლში შენ და მაიკლა. ეყოფა. მოდი ეს რა კაი იყო სტიჩი საღო. ყველაფერზე ჩააჭირა მართლა რაზეც შეიძლება და ჩაეჭირა ალბათ. რაღაც ფულაფები და მოჭრები ცოტა ბევრი იყო, არ ვიცი რამდენად ბევრი შეეშალა ან დაავიწყდა. მაგრამ ყოველ შემთხვევაში კარგი იყო, როცა ანუ ბოდიშით დავიხჩვი. როცა პირველი რაუნდი პელესი იყო უფრო ბლატაობა და ასე შემდეგ, დაჯმების გარეშე იყო, სტიჩი მარტო აჯვამდა. მარტო ეგაკეთა რა. ორივე რაუნდი ძალიან თავისებური იყო, კაი იყო. რაღაც სიმხურვალე არ გავანელოთ და პირდაპირ ყელე მეორე რაუნდი. Let's go. მაგარის ჩინე და თქვენ თუ იცით რას ერითმება სტიჩი? მართლა. დოკი არა და მეორე ბიჭი. Let's stay. უკეთესი ნიკისთვის არ ქონდა ნიჭი. სნიჩი. კრინჯი. ამ ბავშვებს სიხარულს მოუპარავ როგორც გრინჩი. და კიდევ იცით რას ერითმება სტიჩი? აქ არ იქნებოდი რომ არა დოკი და დოკი აქ არ იქნებოდა რომ არა დიჩი.
ბევრისთვის ბეთლი არის უბრალოდ დრამა. სამწუხარო ჩვენთვის ეს ხალხის ნაწილმაც ჭამა. იქცევიან ბავშვები ვით ყველა ოცნებებში მიფრინავს. იქამდე არ აღებენ პირს, სანამ არ გაუკეთებ ფიფრინავს. კომპლექსები ადამიანზე ლაპარაკობს ბევრს, მათი მუქარასას აცილო ჟღერს, ყველა თავის პონჩი რაღაცას წერს, მაგრამ თქვენი დრილის მენას მირჩევნია ვუსმინო დრელს, ვანაცვლებ დილის მენას, რადგან ჩემი სტილის მენას, უნდა სკილი ენა მდიდარი რომ წვილის სქემა გახდეს უფრო მსხვილი თემა და იმის მენას რომ ბაიტერი დაწერს ჩემი სტილის სცენარს, რაც გინდა დაარქვი ბუმბეპი თუ ტრეპი, რადგან ყველა ბიფის ავტორი ვერ იქნება შეფი, მათი რეპთან ქიმია როგორც ლიმონათი შხეფი. ახლა ნახავ როგორ უნდა გავათამაშო ბლეფი შენ ხარ გაზონის ელფი და ჩემთან თუ გინდა სელფი მე ყოველთვის დავბრუნდები როგორც დომენიკ მერფიო შენ თუ დაგევასა პანჩლაინი მე მატრიცაში ახალი გარღვევა ვიპოვე რადგანაც დომენიკ მერფი ვაფშე არ არსებობს მე გამოვიგონე ესეთი რაღაცა მახსოვს, რომ ვისთან ბეთლში რომელ რაუნდში რაღაცა, მაგრამ ზუსტად ესეთი რაღაცა ადრეც გააკეთა მახსოვს. ზუსტად ასე შვებიან ბანძი რეპერები. იმის მაგივრად რომ რამე თესლობა იფიქრო, შეგიძლია გააძრო ნებისმიერი რაღაცა, პროსტა ლაინის ბოლოში უნდა იყვირო. და თუ რეპავ ბიტზე და გინდა რომ რამე მნიშვნელოვანი თქვა, მაშინ უბრალოდ ესეთი ფლოუთი უნდა ქნა. Yo, umi hip-hopი უნდა შეჭამო ცოცხლად ვერ დაღეჭავს ამას ფეიკი. მე ვასება ცოტა სისხლიანი სტეიკი. ზოგი არის ტრევის სკოტი, ზოგი დრეიკი. ამ სოფლელებს ვატერორებ როგორც რეიკი. Yo, ვიფი არასოდეს არ მთავრდება ნიჩია, თქვენ ხარცხვრის ფარა, კბილში გამეჭხირა ჩიჩია. ინტრიგანი ტიპები ეძებენ პრიჩინას, ამ ბიფის ნაწილისგან ზამთრისთვის ვაკეთებ ვიჩინას. მიდი გადმოვალაგე ჩემი წარსულიდან ბინძური თეთრეული. იმდენად შემეშინდა დავეცი. მომიყევი ჩემ ცხოვრებაზე ფაქტები, რომელიც მე თვითონ არ ვიცი. მიმახვედრე ისეთ რაღაცას, რომელიც მე თვითონ ვერ გავიაზრე. ფაქტები, რომელსაც იმდენად უმალავდი, რომ სადღაც ინტერვიუში ვიბაზრე. ისევ შევურიგდები ნიკის. შევურიგდები ნიკის. შევურიგდები ჭიას. ისევ დავждები პოდკასტში და გავაბოლებ ტრიაქს. ჩავუჯდებით ნარუტოს მე და ჩემი ძმა გელა და ვისაც პრეტენზია გაქვთ, ტრაკზე მაკოცებთ ყველა. ამას ვიზამი ქამდე სანამ ჯოჯოხეთში ცხელა. ისევ ჩავაქრობ შუქს, შევარდნაძე თეთრი მელა თქვენთვის საშიში ვარ როგორც ფილმი წყევლა. მოჩქარეს მოუგვიანდა და საქმე აკეთენ ელად და სანამ ტვინებში ბნელა. აღარ დადო მეტი ფსონი, შენ გონია რომ ხარ თესლა, მე ვარ ტომას ედისონი, მართლა მინდა რედისონი. ტყუილად არ მithქვამს ეს, მინდა კარგად ვიყო დღეს, შევეცი სიღარი ბეს, სანამ ეს კულტურის აფთრები ელოდებიან ლეშს და მატენით მარტო ტრეშს, მოვითხოვ მარტო ქეშს. კიდევ მინდა გავიმეორო ეს, მივმართავ ოპონენტს, მივმართავ კრაუდს. როცა დიჩი გადამიხდის მეც, მაშინ დავწერ მეც. ამაზე უკეთეს. ძალიან კაი იყო. პელეს აქვს ეგ თემა, რომ რაღაცა აი რეიკის თემად და რაღაცა გაიხსენა კიდე. ამახსოვდება ხოლმე რაღაცა კოლორიტი გამოთქმებიან, რაღაცა ეგეთები ქართული მედიადან რა ზოგადად რა და კარგად იყენებს ხოლმე რაღაც მომენტებში. გარდა მაგისა, სტიჩიზე ძალიან, როგორ თქვა, ძალიან ბევრი დაჯმა სტიჩიზე არ წავიდა. უფრო გამართლება იყო თითქოს თავის რაღაცები. ნუ კარგად ოღონდ არ ვამბობ რომ რაღაცა მინუს უწერან რაღაც მსგავსი, უბრალოდ მთელი რაუნდი ისევ რაღაც ბლატაობა პლუს როგორ თქვა დაბლოკვა იყო სტიჩის მომავალი ფანჩების რა თითქოს ჭიაზეც და ნიკიეზეც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ საერთოდ კაი რაუნდი იყო, ძალიან მაინტერესებს ხა სტიჩის მეორე. მეორე რაუნდი სტიჩი. მე არ მაქვს ტრეკები. არც არასოდეს მისდია ჩაწერა.
ვიცოდი მაინც არ შემეძლო ბილბორდზე შენი გასწრება. აი. თან რო ეს სიყვარულებაც მაგარი ძმა არის ტიჩი. მე ჩემი საქმე მაქვს. ვაკეთებ იმას, რაც მე ვასება. ვარჩიე თავი ამ ქვეჟანში მეცადა. არც რეპერი და არც პოეტი, მაგრამ მე როლექსი დავდო, ეგეთ ვერსაჩი ერთს ნახავ. ჩემი კარგი. მაგრამ შენ ხო გაქვს ტრეკები? ჩემი კარგი. ნამდვილი ჰიპ-ჰოპის როკსტარი. პლეილისტების ტოპ-10, კლასიკოსი, მოცარტი. პელე ამ სფეროში სტაჟიანია, მასთან მე შანსი არც კი მექნება. ისეთი მაგარი ალბომი დადროპე, რაც არ უნდა სადო არის ერჩება. არის ერჩება, სვეტიან, დასერჩეთ. როგორ არ ვცადე მეძებნა? რა უნდა მაჩვენოს ამის ტრეკებმა? მეტაფორა შედარება თუ პარალელი, მაგრამ ვერსად გადამეკვეთა. არავინ უსმენს. არავინ უსმენს, არავინ იცის, ბოლო-ბოლო სატრაკში ვნახო და ისევ შენს ბეთლზე გავიგე, რას თქვი, როცა დაგცინეს მაგის გამო. ეხლა ნახე. წერე ტრეკები რამდენიც გინდა. მსმენელი შენთვის არ მოიცლის. სასაცილოა პელეს ვაგდებ, მაგრამ იგივეს არ შვება ალგორითმი. აი ეს. ბოლოს როგორც იქნა ვიპოვე. წერტილმძიმით მომიწია დასერჩვა ველში. იმდენს გაქებდნენ კლასიკას ველოდი და როგორც ანანის კარგი რამე არ შემჭა ხელში. თან მეცინება, თან ვუყურებ, თვალებს ვერ ვუჯერებ და ვაშტერდები. ტრეკებს დაარქვა ქეირო, ხვედეს და სინი ზუსტად ეგეთი სახელები. ყურე, ლიმბო. რაღაცას ვერ წყვეტს. ალბათ სლოტების ტრიალს. თვითგანადგურების რეჟიმი. რით დაგეხმარო ძმაო, რა შემიძლია. ინფერნო, კაცი ჯოჯოხეთშია. აი ეს. კაცი ცოცხლად დაიწვა ჯოჯოხეთშია, ნამყოფ, მაიცა კაცო. კაცი ცოცხლად დაიწვა ჯოჯოხეთი აქვს ნანახი, მაგრამ შემდეგ ტრეკს ფენიქსი ერქვა და დავწყნარდი. ალბომი სავსეა კლოუნის ცრემლებით. მატრიცაში ხარ გაჭედილი ერთფეროვნებას ვერ ცდები. მეგონა უსმენდი ემოგოგოს, ნუ უსმენ ხალხს გაშალე ფრთები. ამას ხო გვეტყვის ინფლუენსერიც. შენ თავს არ წმუნდებ, მაგრამ დაღალე სხვები. ეგ ფრაზები მხდება საგიჟეთში. რიჟრაზე დახატული კაცის ფონზე. ოდნოკლასნიკზე 5+, Facebook ჯგუფებში кайფობენ. ვერაფერს გვთავაზობ უფრო ღირებულს. შენგან ფილოსოფიას არ ითხოვენ. ნუ ცდილობ განაცვიფრო წიგნის ჭიები, ეგ პოპულიზმი დაიტოვე. შენ უნდა იბლატაო და ხალხი იღადავებს. ვისადარდებს წინასწარ ხო ეგ აგინდა. ვისადარდებს წინასწადებს მორიგი პაცანი, ნაცადი უამრავი სიტყვა და არაფერი ნათქვამი. არ ხარის ვისაც აქ რაღაცის მარაგი. გვინდოდა მოგწონებოდა და დაიყარა ამ ხალხის ფარხმალი. ბეცლებმა ჰაიპი გაჩუქა. სურათებს გთხოვენ დაიწყე შენი გაპიარება. გაქვს რეაქცია, მაგრამ ამ სტატუსითაც არ შეგიძლია აზრის გაზიარება. ხო და, კარგი, მაიცა. მაგრამ, ხო და, კარგად ჩაიცვი. გაიზმანე. სანამ გამოხვალ დაიბანე, დაივარცხნე. მაიცა, არ დავსინი, მაიცა. კარგად ჩაიცვი, გაიზმანე. სანამ გამოხვალ დაიბანე, დაივარცხნე, შემოვარდი პერფორმანსით. იცეკვე ბოზო გაგვართე, სანამ ბეთლი მორჩება. ის ექენი რომ შენც მოგეწონოს, რადგან ეს უნდა იყო მთელი ცხოვრება. უფრო მეტი შეგვიძლია მგონია, მეტი. მაიცამ ბაზარი არა. დამაკლეთ პერფორმანსში ყველაზე მკიდია. აქ ალბათ ყველას მაგრადევასები, მაგრამ არავინ იცის ტრეკში რა გითქვია. მე და შენ ზუსტად იდენტური შედეგები გვაქვს, უბრალოდ მე ჯერ არც მიცდია. ოკეი. იქნებ დაიკიდა. პროსტა ბეთლავ და მაგარი კიდია შენ ვინ გახსენა. უბრალოდ რომ თავისი ჭია გაახაროს, ესეთი კაცია ჩვენი ძმა. ისე იქცევი, თითქოს არჩევანი გაქვს. თითქოს ფეიმი კიდია, მაგრამ გიყვარს სპორტი. ძალიან გინდა იყო კურტ კობეინი, მაგრამ რასაც გიგდებენ იმას კორტნი. ლაპარაკობ მატრიციდან გამოსვლაზე, მაგრამ შესაბამისად არ იქცევი. ვთვლი რომ მატრიციდან თავის დასაღწევა დაგეხმარება საიფერი. არც მანდ არც მანდებ ისეთ საამაყო ხარისხს უთითებდე და ამბობდე ჩემს ავიწერეთო. ენერგეტიკულს ჭკუას არიგებდი, მე დამიჯერე და ვერ დაგიჭერენო.
ფაქტია მარტო პონტისთვის ვარ გიხარ, მუსიკის კეთება არ იცი. ამ ჟანრის მონახარ ყურმოჭრილი და მაინც ვერ გახდი არტისტი. კაია, რეაქცია კაი. ოკეი. შენ ხარ კარგი ბეტლ MC bro. შეგეძლო ჩვენზე დრო დაგეხარჯა ტექსტი დაგესწავლა, მაგრამ დაგეზარა და დაგეკარგა წოდება. ტოტო იმდენი დაგცინა, ძროხებს ტყნავო, ბოლოს შეწყვიტე მოგება. არ ვარ ენაისი რომ ვიძე მეღადა ბოდიში. აიცა რა იყო? ჩემთან ამაღლებაც ვერ მოგიტანს გამარჯვებას დატოლებით. მე ვასრულებ კრეატივით, აზროვნებით. შენ რომც იყო დათომეზი, ჩემს წინ გაბეცვისაც მაინც ნათიას ხელა გამოჩნდები. არ მბოჭავს ეგ ბანალური ჩარჩოები. ვრეპავ დიდ სურათზე, როგორც ნახატი ჰოგვარტსიდან. შენ ისეთ ვიძე ხარ, რომ ჩაუარო თვალს აგარიდებს მონალიზა. კონტრას უთხარი, ჩემს ალბომს მოусმინე და მაღლა ახვალო. მაგ ტყუილის გამო დღემდე ვიტანჯები. ადრე მეც კონტრასტანზე ვიყავი. მერე მოვусმინე და მაღლა კი არა სიგანეში წავედი. მონტანამ დაგცინა, სტაფი აღარ დარჩა, იმდენი გამცირა, ჟიური მხმამიცა, შენ გაიბუტე და როგორც ჩვევია ვლოგებში ატრაკებდი. კაცობა გეყოს და წაგებაც აიტანე, შენ და ფანები დაირაზმეთ და ჟიურის აბრალებდით. რო დაიბადე და ტირილი დაიწყე, მას მერე არ გაჩერდი. არც აგიხსნა ვინმემ და არც მოусმენდი ვინმეს რო ეთქვა, რო შიგაკ და შენში რეპი კი არა, შენშია პრობლემა. აიცა დღეს იგივე აღარ მოხდება. ვრეპავ ზურიკოს გროტასკის და ენაისის გვერდით. ეგ მაშინაც მიზეზი იყო, თორე შენ რა იცი რეპის. მონტანას ხმამისეს პოტენციალისთვის, შენკენ იქნებოდა დედამიწის ცენტრი. გეტყობა ტვინიც რო ცენტრში ჩატოვე. გააჯვი ეხლა ჩვენ სხვები გაგვართოვენ. თუ კიდე ვერ გაიგე რაც გეუბნები, დავაი ნახვი პროექტი დატოვე. თურმე არ ქონია ჯეილოს ტრაკი. ჟიური შეცვალეს და მაშინაც ვერ იგებ. თამადა კი არა, სიმღერით მოგიგებ, ჟიური რო იყოს მარინა ბერიძე. всё, რაუნდი. ოკეი. კაი ფანჩები იყო, ბრო, ძალიან ბევრი მოჭრილი იყო და ძალიან ბევრი შეცდომები იყო რა. ძალიან ჩერდებოდა და აქ-იქ რაღაც აზრი იკარგებოდა. რაღაც ენა ისეც რო გააძრო ფანჩდე მე უბრალოდ მოჭრა სხვა რაღაცაზე გადავიდა. და კიდე ერთი შევატყე რომ თან თითქოს მოწონს ეს რეაქციები, თან ხმაური თითქოს აბნევს ტიჩის რაღაცნაირად. იდეა შეიძლება მიჩვეული არ არის და აბსოლუტურად გასაგებია. საერთოდ ჯანში მართლა ძალიან კარგი რაუნდი იყო. და ნახოთ პელეს ფინალური რაუნდი. მაური მეგობრებო. დიდი ხანი იბაზრე რომ მესამე ვისწავლო. ოკეი. მესამე რაუნდი ყელე. იო. ჩემი ტრეკები არის ერჩება. მსმენელი ჩემთვის არ მოიცლის. ისეთები იბაზრი აქაურობა დატოვე ორსული. ბებია შენისა მეს ხალხის უშენს გამოა მოსული. შიშ. ეგეთი რაღაცის მოწევას მირჩევნია გავიკეთო შპრიცი. იცი რა ტეხავს? როცა ხარ ჯენზი და ოდნოკლასნიკები იცი. ეს on the spot მოფიქრებული, ანუ ჰაერზე როგორ თქვა, on the spot როგორ არის ქართულად არ ვიცი. იქვე მოფიქრებული პანჩებია აშკარად და ძალიან კაია. მოსესთან მეც დამავიწყდა ტექსტი, მაგრამ ეგეთი რაღაც არ მიკადრია. იმიტომ რომ ესეთი არის თამაში. სად მივხვდი რომ არის ჯენზი? 5 წუთი ვერ გაძლო ტელეფონის გარეშე. მე გავაკეთებ gun bars. ფეხებზე მკიდია როგორ მიიღებთ ამას. სანამ პარაბელუმის გვირაბის ბოლოში სინაცლეა. მაგრამ მე არ ვატარებ იარაღს. თქვენ რასაც რეპავთ ხო ყველაფერი სიმართლეა. მე გადმოვიღებ დიდ თოფს,
ამ ცხოველებს დაეწყოთ მანდრაჟი. მიწოდე სტივ ჯობს, ყველაზე მდიდარი ლექსიკა ქალაქში. არა, სტივ ჯობს, ყველაზე ძვირფასი ტექნიკა მარაკში. არა, სტივ ჯობს, რადგანაც დავიწყე გარაჟში და დღეს მე ვაკეთებ ჰიპ-ჰოპს, ყველაზე ლეტალურს თამაში და რახან მიხსენე TikTok, მაშინ ნახოთ რა დევს ჩემ ჩანთაში. მეკითხებოდა ბევრი, ვისთან გაქვს ბეთლი? ვის მფარველ პლანეტაში შევიდა სამხედრო ეტლი მე ყოველთვის ვამბობდი არ ვიცი. დოკის ძმაკაცობა იყო ერთადერთი პრესტიჟი და ერთ მშვენიერ დღეს ჩატში მოგვივიდა ამ ტიპის მესიჯი. დათა გულია დიჩი, გადავწყვიტე ჩემი სახელია სტიჩი და ბანერზეც დაწერეთ ასე. ანუ იგივე სახელი, რაც უნდა დავწეროთ საფლავის ქვაზე მე მოვედი აზრზე. მე შენ გაჩუქე სიცოცხლე, გაჩუქე მსმენელი, გაჩუქე მნახველი. და რა პასუხი უნდა გამეცა თქვენთვის? ერთი კვირის წინ თვითონ არ იცოდა თავისი სახელი. შენი ბაზარია როგორც ლილო, მაგიტო დაირქვის ტიჩი, შენებური პანჩებით არ გაწყობს კლინჩი, მაქსიმუმ თუ ამ თამაშს უპოვე გლიჩი და მიძახე ბრუსლი, მეყოფა 6 ინჩი, არ მეყოფა 6 სტიჩი, რომ გადამიხადოთ მართლა საკმარისი, მართლა არ არის საკმარისი 6 დიჩი. პროექტი არ დაწყებულა ჯერ და უკვე აჯავს პროექტს. მართლა არ არის საკმარისი 6 დიჩი, მოსკამ თუ სკაირეს საჯობა ერთი მარცვალით, გროტასკამ ნიკისთან რაც გააკეთა ჩინელებს არ უნახავთ მაგდენი ბრინჯი. და რამდენი ყოფილა ეგეთი კრინჯი, რომ შეურაცხყვეს ბეთლ რეპის მასიური საგვარეულო, ბიფს მოვაკლდა სიცხარე, მოვიტანე აზიური სამზარეულო. Yo, ეს ველური სტილია მიქსია ინგრედიენტი X და ველური მოცვის ეს ვასაბი არტოვებს ოფციებს ლოცვის ეს ყასაბი გაწვდის ამ პორციებს ხორცის ეს ლაინები როგორც კაი კოქსი დარტყმები გეგონება ტაი ბოქსია მათი სამყაროა ტოი ბოქსი და მეც ვანგრევ როგორც როი ჯონსი და ბაიტერის ნათქვამი სიტყვები არასდროს შეიცავს ნეიროტოქსინებს მეც ნეიროლინკივით გადახლართულია ინფორმაცია ჩემს ინტელექტში წლების მანძილზე რაც ჩვენი შევქმნით თქვენ უბრალოდ დასერჩეთ ინტერნეტში ყოველი რითმა ყოველი საუნდი, ყოველი სიტყვა, ყოველი რაუნდი უწევდი სიმძიმეს, ალი დაუდი დარტყმები, ტეკენი, სამი პაული, galaktionis flows, ვასაწყაული, რითმები, ივენთის დღესაც წაული და დღესაც ამ ჯუნგლებს აუვლი, ჩაუვლი, როგორც მაუგლი, ვარ რეალური ლეგენდა რაული და ეს პანჩებია სასწაული, მიწოდე რაული თუ თარაული. ძალიან მომწონს ეს პელეს აკაპელას, ანუ აკაპელა აძლევს შესაძლებლობას პელეს, რომ ეს რითმები ერთმანეთს გადააბას ისე რომ სტრიქოს ბოლოს არ დაელოდოს ასე ვთქვათ რა და ძალიან მოწონს ვერბალური ბრაული სიტყვები თუ არ ციტხები დათმაული თქვენ ხართ ვირთხები ნაცისტები ზანგბაული ვარ ჯი როგორც მაი ვიდეო პაპიროზი მომაწევინე კრაული Yo თამაშობ რეპს ორლანდო ბრაუნი შევეცი პილტოვერს ჩვენ ვართ ზაუნი ჩვენ ვართ ბევრი შევეცი პილტოვერს ჩვენ ვართ ზაუნი ჩვენ ვართ ბევრი ჩაინა თაუნი ანდერგრაუნდი შვილი ვარ სპაუნი მესამე რაუნდი დავდივარ წრეებზე როგორც აუდის ლოგო ვერ აუდის მტვერს როცა ვარტყავ წრეს თვითონ აუდის დაუძახეთ აუდიც მე არ მიჭირავს ყველი გავდის მაგრამ რაც არ ქექიას ხელში ამ ქვასაც კი წვენი გაუდის ძალიან კაი რითმებია ძალიან კაი ვაკომარებოს და 4 საათში როგორც ჯეკ ბაუერი ჩვენი underground flow როგორც ჯორჯიან water and power-ი ჩემი პატარა ძმები ისვრიან როგორც ზიგზაუერი სანამ ეს ნუბები დასდევდნენ კილებს მე ბოლომდე გავფუშე ამათი თაუერი თქვენი წერის ტექნიკა და მწირი ლექსიკა ვერ მაბოლებს სულ რომ გავიკეთო შპრიცით დაწყებული არ გაქვთ ლაინი და მთავრება უკვე როზეპირად ვიცი. და დაგისვამ კითხვას. თუ გინდა თამაში. და ვიძახი სიტყვას, რომ თავს დავანებებ რეპს, თქვენ თუ გამოიცნობ ჩემს შემდეგ რითმას. აჰა. Yo შემოვიდა ძია აქ მიაგნო სვიას და გვამები ყრია გარშემო და შენ ქშია ეს სტილი რომელსაც ნამდვილი ქვია მაშინ ჩვენ შორის მოციქული გახდეს თქვენ გამოიცანით ჩემი რითმა
და მე მგონი გავბანძდი ხალხში. უბრალოდ როცა ვრეპავ, ტყვია არის პირველი რაც მოგდი თავში. ბრა. ვა. მოკლე და ლაკონურად დღეს. იმენა დაამთავრა ტიპა. კაი, რავი, რა ვთქვა, მართლა ძალიან კარგი რაუნდი იყო. წინა ორს, არ ვიცი, პირველს არ ვიცი, მაგრამ წინას მერჩივნა. მეორეზე რაც ვთქვი, მეორე რაუნდზე რომ უფრო ბლატავაბაა თქო ვიდრე დაჯმა. იდეაში ლოგიკურია, იმიტომ რომ შეიძლება მართლა უბრალოდ ბევრი ინფორმაცია არ გქონდეს ტიჩზე და ამ გარეგნობაზე დაჯმა უკვე ყელში ამოვიდა და რა ვიცი, ანუ უაზრობაა უბრალოდ და просто რომ გიდგას და ტიპი იცი ვიზუალურად ვინ არის, მაგაზე დაჯმა რავი. ოკეი. ნახოთ. მე რაუნდის ტიჩი. გზელი არ მახსოვს. ოკეი. უკვე თვენახევარი წამართვი. ეგ დრო უკან აღარ ბრუნდება. ინტერვიუები, პოდკასტი, ბეცლები თითოს მინიმუმ საათს უნდება ეგენი ჯანდაბას, მაგრამ არ გაპატიებ რომ შენ გამო მომიწია ნარუტოს ყურება. თავიდან მეზარებოდა ამდენი ეპიზოდის წამოწყება, მაგრამ მალევე ვნახე კადრი, რომელმაც მოგცა შთაგონება. მოკლედ, კაი კადრია, კონტექსტისთვის არ გამოვა რომ არ გაგაცნოთ. სასკე და ნარუტო დააყრიან და საკურა აშველებს რო არ გავახოს. არა და ისეთი გაბრაზებულია, რომ იწვდეს ალბათ ცოცხლად დაახჭობს, აქედან სასკე ეწყვის ხალეხარო და ნარუტო პასუხობს ხომ არა რატო? ძალიან კაი იყო ეს თუ არ იცით ნიკის და პელეს ინტერვიუ რო იყო ნიკი თქვა რომ პელი არა მზეეო და ხომ არა რატო პელემ და ძალიან კაი ფანჩი ნარუტო პასუხობს ხომ არა რატო მაგრამ შენ ხო ეგ თემა დაიკიდე აღარ გადარდებს თუ გინდა ჩამთვალე ტრანსფობად მაგრამ ასეთებმა რაც არ უნდა მოიბან მაინც ვერ ხედავ მათ კაცობას ბეთლზე იცი რაც მოხდება მინიმუმ არ მოხდება ადგილზე რაც უნდა ეთქვა ვერაფერი იქნა და გულში რაც ედო როგორც ჯიუნამ ბეთლზე დაიწყო ამოღება სად იყავი მოიცა ეი დავა როგორც როგორც იცი რა სად იყავი როცა მთელი დღე გეძებდნენ კამერის გარეშე რატო ვერ შეგხვდნენ ტიპი მთელი დღე არ სად გამოჩნდა მაგრამ როგორღაც შეძლო და ინსტაზე დაპოსტა ყველამ დაამუღამა რომ ონლაინ ტროლი ხარ და ვერავის რესპექტი შეინარჩუნე შენთვის ონლაინ შიკობაა ავტომატიკა ამიტომ ვერავის ხვდები ნეიტრალურზე ჩემი კარგი მოვტყან მესწავლა ამიტომ ვერავის ხვდები ნეიტრალურზე, მაგრამ ბეთლზე ახურებ. მონტანა იუველირის სკილით თვალი არასდროს მატყუებს. და იცი რას ხედავ? როგორ ამბობ? სტერეოტიპებს უებრძვიო. მხატვარი მშიერი უნდა იყოს, მაგას დღემდე ვერ ხვდებიო. მერე მაიქს უბეთლავ და ეუბნები ღარიბი არასდროს ყოფილხარ, რატო გევასება რეპიო. მაიცა. ტყუილი იყო პოდკასტში რას თქვი? თუ ტყუილი იყო მაიქს რაც ებაზრებ. იქნებ პენტიუმს არ მაქვს მეხსიერება რამით დამეხმარე. ნიკის უთხარი არ მინდა ჩემი უბანი რო ჩავრთო, მერე ბეთლზე ებლატავე, ყლე არავის მოჭამო. ამდენი ბეთლი და ამდენი ბაზარი. ბოლოს რას ფიქრობ, რატო არ ვიცით? ერთ აზრზე გაჩერდი, ხო თბილისელი ხარ, ჩამოყალიბდი. მაიც. გორილა ვარო, თქვი და ყველას გაეცინა. ტოტომ ძროხებს ტყნავო. და ყველას გაეცინა. და ქურუმმა გიწოდა ნეხვიჭამია. და ალბათ მაგათაც პატივს ცემს. მაიკმა გითხრა სუნიაგდის დაიბანეო და პირველი რიგიდან თავი გაწიეს. ეს ყველაფერი ბანალურია. ასე შეიძლება ბეთლის წააგო, მაგრამ არავის უთქვამს ეს რეპი არ არის, უცენზურო სიტყვებია მარტო. ყველამ გაიცინა, ყველა დათანხმდა. ამაზე ხალხმა ვერსები ააწყო. ყველა შეთანხმდა რომ შეგეფერებოდა, აი მანდ უნდა გეკითხა რატო. მე ვარ ალკოჰოლიკი პანჩლაინს ყველა ბარში ვსვამ. ხო თქვი? ოჯახ კაია. მაგრამ ეხა ეს ნახე. ამ ბეთლში რო დათვალონ პანჩები გახვალ ისეთი ფხიზელი თითქოს გედგა ზონდი. ალკოჰოლიკო გადახედე ანგარიშს, ნახე ჩემკენა ყველა შოტი.
რით გაიქარვებს დარდებს პანკირებელა. წავა და ზელიონაია მარკას გადაკრავს, როგორც კი შანსი ექნება. შენ ხარ ბეთლრეპის ექსკრემენტი, არასდროს ჩემზე მეტი. მე ვარ ის, რასაც შენი ბრალებ, შენი 15 წუთი გაჩუქე, შეგიბრალე. შენ კი არ მოგიტყან დიზასტერი, დიზასტერს მოუტყან შენი თავი. აი შენ კი მოგიტყან ბევრი რამე. Death Note, Noragami, Spirited Away, სრულმეტრაჟიანი. ჯუსის და ლილ პიპის ხსოვნა იყოს. შევეცი მეტალს და მოკითხვა Will Smith-ს გავარტყი როკს. რატოა ყველა მეტალჰედი ასეთი ქორნი? ეშტეკაია. ლაპარაკობს მეტაფიზიკაზე რომ დაგვაჯეროს რომ წერალია. აქ ხო ყველას აქვს თავისი ჰიპ-ჰოპ ტაძარი. აქ ხო ყველა ცოდნის შადრევანია. შენი ფლოუ ყურიდან დენა სისხლის. გონება კერხერმაც ვერ გაწმინდა. მოკითხვა ნიფსის, ჩემია კაპელა 60-ის, ფანჩები ყველა წმინდა. შენ როცა ამბობდი, ვერსი ჩემ წინა დადე, მე აი ამ საქმეს ვაკეთებდი. მაკდონელდს ვერ დავჯერდები. მე უფრო თესლი ვარ, ვიდრე დაბადებამდე, ჩემი What the fuck? ფანჩაძრობდა. მე ვარ უფრო თესლი ვიდრე დაბადებამდე. ჩემი ქმნილებაა პროკრეაცია, საქმეშვები ასეთების გამეტებით. ჩემი კარგი შენ თავს გახვედი, პედალს ფეხი აუშვი, როგორც კრაუდს უნდა მასეშვები. შენი კარგი გამოსვლა როგორც პროსტატის ჯირკვალი სანთლითაა საძებნელი. ჩემი ხო გავისწორე. აი ეს ხდება, როცა ტრაკის თამაშს არ ეხშვები. მოდი ხარ მოუმზადებელი ბეთლზე, გონია რომ ამ ჟანრზე ხო კაი. ვიღაც ტიპს უბეთლა ვაიბ ბარშიო, ხო? შეურაცხმყოფელი რაღაც თქვი ჩემზე. ბოლოს გაიჩიტე ფრედი მერკური და ვიღაცა ტიპს დააკვდი ყლეზე. რაუნდი, შეო რაუნდი. ბოლო რაუნდში ძალიან შემაწუხა ჭრებმა უკვე. აკაპელას ერთი მუღამი რაც იყო, მაშინაც რაც იდეაში თან გადაობა იყო, თან რაღაც ხდებოდი რამდენად რთული იყო ამ შემდეგ იყო ნატურალურობა რა, რომ ჭრები არ იყო საერთოდ, ვიზაც ეშლებოდა და ამდენი შეცდომა არ იყო ესეც როგორ თქვა, საპატიებელი მაშინ რა. იდეაში მესმის რომ ბეთლი უნდა გამოვიდეს და მაგიტომაც ძალიან ბევრი რაღაცას ჭრიან. მაგრამ პროსტა შემაწუხა უბრალოდ მესამე რაუნდში ამდენმა ჭრებმა. სტიჩისაც შეეხება, მგონი ძალიან ნერვიულობდა. არ ვიცი, შეიძლება მართლა უბრალოდ არ სწავლია კარგად ტექსტი, მაგრამ მგონია რომ იცოდა უბრალოდ ნერვიულობდა. მაგრამ ფანჩები კარგი იყო, სიტყვებით თამაშები ძალიან კარგი იყო. და რავი, ძალიან კაი ბიჭია, მოკლედ გადავიდეთ შეფასებაზე. დღისთვის მადლობა ძმაო. ახლა კი მინდა რომ ჟიურის მოусმინოთ ყველამ და მინდა რომ პირველი ჟიური იყოს NIC, რადგანაც ერთადერთი მანდილოსანია. გამარჯობა, მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. როგორც იქნა გამოცადე, როგორია ჟიურით ყოფნა. პირველ რიგში საოცრად გაოცებული ვარ ნიკათის სტიჩით. ამ ადამიანს ადრე ვიცნობდი, ერთხელ მყავს გონი ლაივში ნანახი, მაგრამ არ ვიცოდი რომ MC-ის სკილები ქონდა და თან Battle MC-ის სკილები. ჯამში სამივე რაუნდი ძალიან პატარა აინაის. პელას ნახევარია იმენა. მე მგონი რომელიღაც რაუნდი ცოტა ჩააგდე, მეორე იყო თუ პირველი იყო. ხო, აი, რამდენიმე წუთით რო ქონდა პაუზა და უბრალოდ რამდენიმე წამით ქონდა პაუზა და მე ჩვეულებრივად გაახსენა ტექსტი და მაგას დიდ მინუსად არ ვთვლი, უბრალოდ ერთხელ შეეშალა. საბოლოო ჯამში ჩემი აზრით მეორე და მესამე რაუნდი იმდენად შთამბეჭდა ვიყო. პირველი რაუნდი გადაწონა იმ რამდენიმე წამიან დავიწყებას. ჩემი აზრით ბევრად ჯობდა, ასე რომ 10 ქულა პერფორმანსში პელეს. რაც შეეხება ფანჩებს, გასაკვირი არ იქნება, თითქმის ყოველ ფანჩზე მქონდა რეაქცია და არა მარტო მე, კრაუდსაც რო თავი დავანებოთ,
ძალიან სიგიჟე პანჩები იყო, ზოგადი პანჩებიც და მეტოქეზე პანჩებიც. როუსტებს რაც შეეხება, მე პირადად ნიკას როუსტები უფრო მომეწონა, ალბათ ზუსტად იმის ხარჯზე, რომ პელეს უფრო იცნობდა და უფრო პერსონალური რაღაცები ჰქონდა. როუსტებში 9, ტექნიკაში ძალიან მაგარი ორმაგი და რამდენიმე მარცვლიანი რითმა ჰქონდა, ანუ დაბლ რაიმები და ასე შემდეგ. და ასევე სტრუქტურები ჰქონდა ძალიან სასიამოვნოდ მოსასმენი. პელეს მესამე რაუნდის დასასრული იყო mind blow პირდაპირ მნიშვნელობით მართლა ტყვია მოხვდა ყველას მე მგონი საფეთქელში. ძალიან სიგიჟე იყო ეგეთი მომენტები, ძალიან იშვიათად მახსენდება, ამიტომ ტექნიკა თქვი 10, მოკლედ. ეხლა გადავედით სტიჩიზე, ნიკაზე. ხო, პირველ რიგში რაც უნდა ვთქვა, იმდენი wordplay გქონდა, იმდენი wordplay იყო, რომ მესამე რაუნდში კიდე ნარუტოზე აგებული იდეური ჩანაფიქრი ძალიან მომეწონა და იმდენი რაღაც მომეწონა, ვერც ჩამოწერე ყველაფერი. ჩაგდებები ქონდა განსაკუთრებით მეორე, მესამე რაუნდებში, მე მგონი უფრო მესამეში, დიდი პაუზები. ტექნიკაში ცალკე რო შემეძლოს 10-ს დაუწერდი, მაგრამ ცალკე არ იწერება. ზოგადი პანჩებიც კარგი იყო და პირადი როუსტები ძალიან მაგარი ქონდა. მოკლედ ეს არის ჩემი საბოლოო შეჯამება. მადლობა ყურადღებისთვის. ახლა კი მინდა რომ გროტესკს მოусმინოთ, რომ გითხრას რა მოხდა. Короче, ანუ ძალიან ბევრი რო გავატრაკო, აგერა სკრინი, ვისაც გინდათ მე განახეთ რა. იმენა აი რაუნდი მთავრდებოდა, ვითვლიდი რა, ანუ ვინ რა და როგორ გააკეთა. ბევრი რო არ გავატრაკო რა, შენ ძმაო, აი მე იმედით მოვედი, რომ ვიღაცას ვნახავ, ვისაც არ ვიცნობ და რაღაცა თესლობას გავიგებ რა და ეგ მაგიმედმა გაამართლა რა. უეჭველი გაამართლა, მე ვიცოდი რომ ეხა ადეკვატური ადამიანი პელეს პროსტა არ დაუდგება. ანუ ისეთი პონტია, შიკ თუ არა გაქვს, ან პირიქით შეიძლება კაიპონჩი გაქვს შიკ და ძალიან მაგარია. არ ვიცი თქვენ გადაწყვიტეთ. და პელეს ეხა ვიცნობ და რომ ძმაკაცობთ მაგაზე არა საუბარი, მაგრამ ამან მიიყვანა ბოლომდე რა და ამან მართლა გამაკვირვა. ერთადერთი რაც იყო ტექნიკური საკითხი, რომ ნუ შენი შესრულების ამბავი მესმის, რომ შეიძლება პირველად ხარ ამ თემაში, ანუ ესე ხო ხდები რა, ბევრ ხალხში და რაღაცა გასაგებია. ერთადერთი მაგან მოგაკლო პროსტა ქულა და შე თუ გინდა გადახედე პანჩებში, ანუ ამისმა ახალმა და ანუ პლუს ერთმა ტყვიამ plus 1 ქულა მოუტანა და შენმა შესრულებამ პროსტა -1 ქულა შესრულებაში მოგიტანა და სხვა რა დავამატო რა, ვისაც ტრაკი აქვთ, მოდით და გვანახეთ. მოდით. ეგ არის და ეგ. კიდევ ერთხელ, საღოლო. ნაროლა. შენ ნახავე. ჩვენი მესამე ჟიური, ზური კოკოკლიანი და ხმაური. პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ რა, იმიტომ რომ შენი ესე წამოწყობ მაგას მიგეცავდი და ძალიან ხარია რაც უფრო მეტი სფეროში უფრო გაასწორებს რა. რაღაცა ძალიან კეთილები მომიჩვენა რა წინა ორი ჟიური და მე ცოტა მინდა რომ რაღაცა სტროგი ვიყო რა, იმიტომ რომ ამ კაცზე ვერ ვიტყვი მაგ შემთხვევაში ვერაფერს, იმიტომ რომ პირველად მოვისმინე და მაგრამ პელეზე მინდა ვთქვა, რომ აი მგონია, რომ ბევრად ძლიერია პელე, ვიდრე გვაჩვენა რა. ნუ მე ყოველ შემთხვევაში რაც დავინახე რა. მოდი ეგრევე შეფასებაზე გადავალ. სტიჩით დავიწყებ რა. ესე იგი პირველი, მეორე, მესამე რაუნდი პანჩებში დაუწერდი 10-ს რა, იმიტომ რომ რაღაცა ეს მხარე უფრო მწარე იყო თითქოს რა, ჩემი გადმოსახედიდან რა იქეთ. შესრულებაში დაუწერდი 8-ს და ნუ ტექნიკა მომზადება, აი სტროგი ვიქნები და 6-ს დაუწერ რა, ტექნიკა მომზადებაში. მოკლედ პელეზე გადავალ, პანჩები 10 ყველა ვარიანტში, შესრულებაც 10 და ტექნიკა მომზადებაში 9 დაუწერე რა, პირველი, მეორე, მესამე რაუნდი. როუსტში 10 არ მივცემდი პელეს. პანჩი კი შეიძლება, მაგრამ როუსტში 10 არ მივცემდი, იმიტომ რომ უბრალოდ იდეა შეძლო საშუალებაც არ ქონდა. სანამ გამოვაცხადებ შედეგს, მანამ მინდა რომ ორივე არტისტს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. თქვენთან ერთად ხოძე ვარ და მინდა რომ თქვენს გადაგიხადოთ მადლობა, რადგანაც აქ ხართ, სათითაოდ ყველა თქვენგანს, ერთი თქვენთვისაც უეჭველი.
ესე დაჯდა ქულები. 75-ით 85 და Raymond Roots-ის პირველი ეპიზოდის პირველი ბეთლის გამარჯვებულია პელე. GG, ძალიან კაი იყო. მომნატრებია აკაპელა ბეთლებიც პერაობაში რო უყურებდი ხოლმე და ასე შემდეგ. სასიამოვნო იყო მართლა, გაასწორა პელეს ბეთმა განსაკუთრებით და ჯიუნას და დოკი, კონდოკი. ბეთსაც დაველოდები დიდი სიამოვნებით. ძალიან დიდი მადლობა რომ უყურებთ და შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში. კარგად.